საქართველოდან გამგზავრებამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა მოამბეს ვრცელი ინტერვიუ მისცა კეთი კარდავას კითხვაზე ყველა ინსტრუმენტის ფლობის მიუხედავად რატომ არ ხდება საქართველოს ნატოში გაწევრიანება იენს სტოლტენბერგი ამბობს რომ გარკვეული რეფორმები კიდევ რჩება გასატარებელი. ამ კუთხით გენერალური მდივანი განსაკუთრებით სასამართლო სისტემას გამოყოფს. ინტერვიუში საუბარია ნატოს საწინააღმდეგო რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის გზებზეც. ჩვენი ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა რატომ დაასწრო მაპის მქონე ასპირანტმა მონტენეგრომ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლა. გთავაზობთ ინტერვიუს. Mr. Secretary General, thank you so much. ბატონო გენერალურო მდივანო, უღრმესი მადლობა რომ გამონახეთ დრო. მოხარულები ვართ რომ იმყოფებით კიდევ ერთხელ ჩვენთან ერთად. გუშინ და დღეს ჩვენ მოვისმინეთ არაერთი მხარდამჭერი განცხადება საქართველოსა და ნატოს ურთიერთობაზე. განაცხადეთ რომ გვაქვს არაჩვეულებრივი პროგრესი, ყველა პრაქტიკული ელემენტი, მაგრამ როდესაც გვაქვს კითხვა საქართველოს ნატოში მიწვევაზე ან მომავალ წევრობაზე, მაგალითად გუშინ პრესკონფერენციაზე აღნიშნეთ, რომ ალიანსში გაწევრიანება და დებულია ქვეყნის პროგრესზე და შედეგზე. ეს ნიშნავს თუ არა რომ დღეს საქართველო ნატოში მისაწვევად მზად არ არის. თუ ასეა, მაშინ რა გვჭირდება? რა უნდა გავაკეთოთ და გთხოვთ არა ზოგადად, არამედ კონკრეტულად გვიპასუხოთ. And not in general, can you specify it for us? საქართველომ მიაღწია უდიდეს პროგრესს და გაატარა უამრავი რეფორმა. ჩვენ ვაფასებთ ვართ შტაბ-ბიჭდილებების ქვეშ, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ რჩება. როდესაც საქმე ეხება ქართული საზოგადოების რეფორმირებას სხვადასხვა სექტორში, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნოს სასამართლო სისტემა. დამოუკიდებელი სასამართლო ძლიერი ხელშეუხებლობით არის მნიშვნელოვანი ელემენტი ძლიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში რეფორმების გაგრძელება. ნატო არის საქართველოში იმისთვის, რომ დაგეხმაროთ რეფორმების გატარებაში. ნატო გააგრძელებს მხარდაჭერის აღმოჩენას. ეს არის ის, რასაც ვაკეთებთ. თქვენ ახსენეთ სასამართლო სისტემა. გაქვთ შეშფოთების მიზეზი? რასაც ჩვენ ვხედავთ, თქვენ გააკეთეთ ძალიან ბევრი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის გასაზრდელად, მაგრამ არის პოტენციალი იმის, რომ წინ წახვიდეთ. ვფიქრობ, უნდა გავიგოთ კარგად, რომ საუბრობთ იმ რეფორმებზე, რომლებიც აუცილებელია საქართველოს ნატოში შესასვლელად, მაგრამ ღრმად მწამს, რომ რეფორმები სჭირდება საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიუხედავადაც, რადგან ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო არის მნიშვნელოვანი ქართველი ხალხისთვისაც. ასევე ეს არის საუკეთესო გზა მომხიბვლელი პირობების შესაქმნელად, რაც აუცილებელია უცხოელი ინვესტორებისთვის, ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისთვის. ასე რომ საქართველოს აქვს ორმაგი მიზეზი, რომ ყურადღების კონცენტრაცია მოახდინოს რეფორმებზე. ეს გზა საქართველოს მიიყვანს ახლოს ნატოსთან, ხელშეუწყობს ქვეყნის მოდერნიზებას, ეკონომიკურ ზრდას და ეს იმის მიუხედავად, თუ როდის შეხვალთ ნატოში. My second question is about membership. ჩემი მეორე კითხვა ეხება წევრობის სამოქმედო გეგმას. ჩვენ ყოველთვის მსჯელობთ ამ თემაზე. სამიტების და მინისტერიალების წინ. მაპი არის პროცესის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ წევრობის სამოქმედო გეგმას ველოდით ჯერ კიდევ 2008-ში, როდესაც თქვენ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ბრძანდებოდით. ნატოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების ნაწილი ჩვენთან ინტერვიუებში უკვე ღიად საუბრობს სკეპტიკოსების მოსაზრებებზე. ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოს ნატოში მიწვევა სახიფათოა. ვინაიდან რუსეთიდან მომავალი საფრთხისგან, ქვეყანაში შეჭრისგან ნატო საქართველოს ვერ დაიცავს. რას ფიქრობთ ამ თემაზე? What is your opinion about it? ჩემი მოსაზრება ასეთია. საქართველომ დაამტკიცა, რომ აქვს უნარი გაეძლიერებინა თავდაცვის უნარიანობა, ინსტიტუტები, შეიარაღებული ძალები. ჩვენ გეხმარებით ამ პროცესში. გავხსენით ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი. ხელს გიწყობთ თავდაცვის აღმშენებლობის პროცესში. ნატოს 30 ექსპერტი მუშაობს საქართველოში. გვაქვს პოლიტიკური ინსტრუმენტი, ნატოს საქართველოს კომისია, რაც ქმნის საფუძველსა და ჩარჩოს თანამშრომლობის გასაღრმავებლად. ვატარებთ ერთობლივ წვრთნებს. წვრთნები აძლიერებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. ეს არის კარგი ნატოსთვისაც. რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება. ეს არის აბსოლუტური და ფუნდამენტური პრინციპი ნატოსთვის, რომ ყველა ქვეყანას დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს, როგორც მაგალითად საქართველოს, ჰქონდეს უფლება, რომ დამოუკიდებლად აირჩიოს საკუთარი გზა თუ რომელ სამხედრო ორგანიზაციაში სურს შესვლა. როდის გახდება ქვეყანა ალიანსის წევრი? ეს არის ნატოს 28 ქვეყნის და საქართველოს საქმე. ნატოს კარი ღიაა და ეს ვნახეთ მონტენეგროს შემთხვევაში. მონტენეგრო მალე 29 წევრი გახდება. ეს ნიშნავს, რომ რეფორმები და კრიტერიუმები
შრომების დაკმაყოფილება ყველაზე მნიშვნელოვანი და რუსეთს ვეტოს უფლება არ აქვს. ანუ ყველაფერი მხოლოდ საქართველოსია დამოკიდებული. რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება, საქართველომ კი რაც უნდა გააკეთოს, ეს არის რეფორმების გაგრძელება. ეს არის ნატოს წევრობისთვის საჭირო და საქართველოს მოდერნიზებისთვის ხელისშემწყობი, ვინაიდან ძლიერი დემოკრატიის დროს საზოგადოებაც უფრო თავისუფალია. მერე რა თქმა უნდა მოხდება პოლიტიკური შეფასება, მივალთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე. როდესაც იქნება მზად ნატო გაფართოებისთვის და საქართველოს მომავალ ახალ წევრად მისაწვევად. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის და არ იქნება მექანიკური პროცესი. მნიშვნელოვანია საქართველოს იცოდეს ამ პროცესს სჭირდება გარკვეული დრო. მოთმინება ყოველთვის აუცილებელია, როდესაც ქვეყანა ალიანსის წევრობას ელოდება. თქვენ ახსენეთ მონტენეგრო, რომელიც მალე ნატოს ახალი წევრი გახდება. მე მაქვს ასეთი მოკლე კითხვა. რა აქვს მონტენეგროს ისეთი, რაც არ აქვს საქართველოს? გავიგეთ თქვენი კითხვა, მაგრამ ქვეყნებს ვერ შევადარებთ ერთმანეთს. არის ყოველთვის განსხვავებული სიტუაცია, განსხვავებული მოცემულობა, განსხვავებული სტრატეგიული გარემო. ასე რომ ჩვენ ვაფასებთ ყველა ასპირანტ ქვეყანას ინდივიდუალურად და ერთმანეთს არ ვადარებთ. ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის მონტენეგრო საინტერესო მაგალითია. მონტენეგროს მოწვევა არის დასტური იმისა, რომ ორგანიზაციის კარი ღიაა და რომ რუსეთის წინააღმდეგობისა და პროტესტის მიუხედავად, ნატომ მაინც დაპატიჟა მონტენეგრო. ამით დავამტკიცეთ და მოვახდინეთ დემონსტრირება, რომ რუსეთს ვეტოს უფლება არ აქვს. Showing that Russia doesn't have a veto. And my last question about Russian propaganda. და ბოლო კითხვა, რუსული პროპაგანდა, ანტი-ნატო რუსული პროპაგანდა. ეს არის დღესდღეობით პრობლემა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ნატოს წევრებისთვისაც. გუშინ ელჩმა ალექსანდრე ვეჟბოუმ სამოქალაქო სექტორთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ თითქმის ყველა ტაქსის მძღოლმა იცის, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო ნატომ 2008 წელს ბუქარესტში, მაგრამ არის პრობლემები. აუდიტორიას მან უთხრა, რომ დეზინფორმაციის გავრცელებაში პროფესიონალები არიან. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ნატო ამ ეტაპზე რუსულ პროპაგანდასთან საინფორმაციო ომს აგებს? არა, ნატო შეუძლია გაუმკლავდეს ამ პროპაგანდას, რომელსაც აქვს დღეს ადგილი. უნდა ვაღიაროთ, რომ ნატოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა ნატოს წევრი ქვეყნების მოსახლეობაში და ასპირანტ ქვეყნებში. ნატო დიდი მხარდაჭერით სარგებლობს საქართველოში. მე მოხარული ვარ და მივესალმები ამას. ნატოში არ ვფიქრობთ, რომ რუსულ პროპაგანდას პროპაგანდით უნდა ვებრძოლობთ. არა, ჩვენ წარმოვადგენთ ფაქტებს, ციფრებს, სიმართლეს. ღრმად გვწამს და გვჯერა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სიმართლე დაძლევს პროპაგანდას. დავეხმარებით საქართველოს პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ საქმე ძირითადად საქართველოში უნდა გააკეთოთ. ვფიქრობ, რომ უმჯობესია, რომ ქართველი ხალხი საქართველოში გაუმკლავდეს პროპაგანდას, ვიდრე მე ან ნატოს თანამშრომლები ბრიუსელიდან და თან შიდა დებატების ნაწილი გავხდეთ. კიდევ რა გსურთ, რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს? მე ვარ მოხიბლული საქართველოთი, პროგრესით, რომელსაც აღწევთ, აშენებთ დემოკრატიულ ძლიერ თანამედროვე საზოგადოებას. ჩვენ ვართ თქვენ გვერდით, დაგეხმარებით. ამიტომ ზრდით ჩვენს წარმომადგენლობას, ვაფასებთ იმ კონტრიბუციას, რომელიც საქართველოსში აქვს ნატოს ოპერაციებში მონაწილეობით. Thank you so much. Let's hope for the best. See you in Brussels.